ეხლა გამოიტანეს ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილება და ვარ რუსთავის ციხესთან უბრალოდ პოლიციამ უნდა შემოსწრებდეს და მაგალითად რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან. ასეთი ზარი სისტემას ალბათ არც ახსოვს. ადრესატი საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველებს ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხის კარიდან დაურეკა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და თუ მედიით გამორჩათ, პირადადაც დაუზუსტა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუ დაპატიმრებას ციხესთან ელოდებოდა. თქვენ დაყალიბდებით საქართველოს სისტემატიკის კოდექსის 350 მუხლის თანახმად. ხოთ დაადოთ ხელმოკლები. 2 საათიანი ლოდინი აქ დასრულდა. კრიმინალური პოლიცია რუსთავის ციხესთან მივიდა და სტანდარტულ პროცედურას შეუდგა. უფლებების გაცნობა და ბორტილები ხელებზე. ოლიგარქია უნდა დაემხოს. დიდება საქართველოს. ამ შეძახილით საზოგადოებას უკვე ბორკილებ დადებულმა მიმართა. სწორედ ესაა ნიკა გვარამიას ბოლო გზავნილი იმ დრომდე, ვიდრე მის სათქმელს საყრიდან ისევ წერილებით გამოიტანენ. რატომ მივიდა რუსთავის ციხემდე საკუთარი ფეხით, ისე რომ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებასაც კი არ დაელოდა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა მოქმედების უპრეცედენტო გზა აირჩია და საკუთარი დაპატიმრების დღის წესრიგი სისტემას თავადვე განუსაზღვრა. ვიდრე რეაგირებას მოასწრებდნენ, მოასწრო ვრცელი კომენტარიც. პოლიციის მანქანაში ჭეჭყვას და ხელბორტილებით აქ მოსვლას არჯობდა ეგრე. პოლიციას ვაცნობე რომ აქ ვარ, მათ უნდა შემასახლონ ციხეში და გადამცენ სასჯელ ახსულების დეპარტამენტს. სასამართლოში არ მივედი, იმიტომ რომ გასაგები იყო ისედაც რას იზავდა. მგონია რომ ჩვენ მოლოდინებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს გზაობა ყველაფრისთვის, რაც სამშობლოს გათავისუფლებას სჭირდება. სათქმელი მაქვს ერთადერთი ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის მთავარი. მეც ამ წუთში არ მნიშვნელობა არ აქვს. მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი შინაგანი რწმენით და საქართველოს კანონმდებლობით იყო სწორი. ამის შემდეგ ციხის მოსაცდერიდან გვარამია წესით ციხის შენობაში უნდა შეეყვანათ, თუმცა კრიმპოლმა გზა გაიმრუდა და ოპოზიციონერი ლიდერი ჯერ რუსთავის სამმართველოში გადაიყვანა. საპატიმროს ჭიშკარი საბოლოოდ დაახლოებით 3 საათზე გაიღო. გვარამიასთვის უკვე მე-4 და 4-ჯერვე ოცნების მმართველობის პირობებში. ყველა პოლიტპატიმარი დღეს საქართველოში არიან ის რწმენა, რომელიც არ დანებდა, როდესაც ქვეყანა მდუმარედ ეშვება უფსკრულში, მინდა მათეს ვუთხრა, რომ ის თვითონ არის სინათლე და მას არანაირი სინათლის ძიება არ მოუწევს არსად. მინდა ვუთხრა, რომ ის არის ის და ყველა რეჟიმის პატიმარი დღეს არიან სინათლე თავისუფლების, სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა უკვე 13 წელია, ამ 13 წლის განმავლობაში მე-4-ით დააკავეს უკვე. პირველი ის იყო 2013 წელს ამ რუსული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. პირველი ნიკა დააკავეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნიკას დაკავება, მე-4 ნიკას დაკავება იქნება ბოლო. სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით ციხეში, გარეთ, საზღვარგარეთ თუ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. მე-4 პატიმრობა ნიკა გვარამიას ჯვებე ნაჭყებია მიუსაჯა. პროცესმა საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის დასწრების გარეშე ჩაიარა. ჯერ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. იმ დროს კი, როცა ნაჭყებიამ გირაო პატიმრობით შეუცვალა, გვარამია უკვე რუსთავის ციხისკენ მიემართებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაჭყებია ნასამართლებია. სასამართლო სისტემაში ის ქართულმა ოცნებამ დააბრუნა ჯერ მანდატურის სამსახურის უფროსად, მოგვიანებით კი მოსამართლედ. ხადია წინასწარ ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ეგრეთ წოდებული მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ, რაც შეეხება ინფორმაციას თავად მოსამართლესთან დაკავშირებით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს მოსამართლე არის ნასამართლევი წლების წინ სამსახურებრივ დანაშაულზე და ბუნებრივია ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის არის იდეალური, იმიტომ რომ მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსული მითითებების შესრულებას და იქნება ბრმა და უსიტყვა აღსრულებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ ნიკა გვარამია ნასამართლებმა მოსამართლემ გაასამართლა? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ასეა. რამდენადაც ვიცით, საუბარი არის სამსახურებრივ გულგრილობაზე და დაახლოებით 19 წლის წინ უნდა იყოს ეს ფაქტი მომხდარი. გვარამიას დაპატიმრების შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კოალიცია ცვლილებისთვის უკვე 3 ლიდერია მოთავს
განთავსებული. მანამდე აქ ნიკამელია და ზურაბ გირში ჯაფარიძე შეასახლეს. მიზეზი ერთია, ოპოზიციონერმა ლიდერებმა არალეგიტიმურად მიჩნეულ პარლამენტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. ანუ ჯერ თეატ ლუკიანის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში არ მივიდნენ, შემდეგ კი არც გირავ გადაიხადეს. დადგა ის შედეგი, რაც იყო ჩანაფიქრი პოლიტიკური ოპოზიციის ჩვენი კოალიციის. ჩანაფიქრი არის, რომ სისტემამ და ხალხმაც, მოქალაქეებმა, პოლიტპატიმრებმა ყველამ გაიგოს, რომ დიახ, ჩვენ ვიბრძვით ემოციურად კი არა, ძალიან კონკრეტული სტრატეგიული ამოცანისთვის, რომ არაფრის ფასად სისტემასთან არ იყოს თანამშრომლობა და მისი აღიარება. ეს არ მოხდა არც პარლამენტის შემთხვევაში, არც კომისიის შემთხვევაში, არ მოხდება არც ადგილობრივი ეგრეთ წოდებული ყალბი რაღაცა არჩევნების შემთხვევაში არაფრის ფასად. არალეგიტიმურ პარლამენტთან თანამშრომლობაზე უარი წინასწარ პატიმრობად პირველს ირაკლი ოქრუაშვილს დაუჯდა. წინ არსებითი განხილვებია. რამდენხანს გასტას ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობა უახლოეს კვირებში გაირკვევა.